ბიბლიური ამბები ბავშვებისთვის. სამყაროს შექმნა. ძალიან დიდი ხნის წინ, იქამდე, სანამ სამყარო გაჩნდებოდა, არ არსებობდა არც ცა, არც მიწა, არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები. არსებობდა მხოლოდ ღმერთი, უსასრულო, უსაზღვრო და შეუცნობელი. ერთ დღეს ღმერთმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი სამყარო, რომელიც იქნებოდა სიცოცხლით სავსე, მრავალფეროვანი, საინტერესო და მტკიცედ თქვა. დაეიქმნას ნათელი. უცებ ყველაფერი განათდა. ღმერთმა ეს ბრწყინვალე ნათება გამოყო სიბნელისაგან და მას დღე უწოდა. სიბნელეს კი ღამე დაარქვა. ასე დასრულდა პირველი დღე. მეორე დღეს ღმერთმა ზევით აიხედა და თქვა, რომ იქ რაღაც უსასრულო უნდა შეექმნა, რომელიც გარშემო არსებულ წყალს ერთმანეთისგან გამოყოფდა. ხოდა სწორედ ასე გაჩნდა ცა, დიდი, ცისფერი და უსაზღვრო სივრცე. ცისფერი ცა, თეთრი, ფუმფულა ღრუბლებით იყო სავსე. მესამე დღეს ღმერთმა წყლები გამოყო ხმელეთისაგან და შექმნა ზღვები, ოკეანეები, მდინარეები, ტბები. ყოველივე მათგანს მისცა თავისი ფუნქცია და დანიშნულება. როცა ხმელეთზე სისველი ნელ-ნელა გაშრა, ღმერთმა თქვა: დაეამოავლინოს მიწამ ბალახი, ხე და ყვავილი. და სწორედ მაშინ მიწიდან პირველად აღმოცენდა ხასხასა, მწვანე ბალახი. შემდეგ მაღალი, მწვანე ხეები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთ ტოტებზე ფოთლებს ისე არხევდნენ, თითქოს ერთმანეთს ესალმებიანო. ყველაფერი რომ გადამწვანდა, შემდეგ ღმერთმა ფერად-ფერადი, სურნელოვანი ყვავილები გააჩინა, რომელთაც სიხარულით და სილამაზით აავსეს სამყაროს ყოველი კუთხე. მეოთხე დღეს ღმერთმა ცაციმციმა და შექმნა ცის მნათობები, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მზეს დღის განათება დაევალა, მთვარეს და ციცინათელებივით მოციმციმე ვარსკვლავებს კი ბნელი ღამის. მეხუთე დღეს ღმერთმა შექმნა წყალქვეშა სამყარო და ზღვები და ოკეანეები სიცოცხლით აავსო. გაჩნდნენ ფერად-ფერადი თევზები, კეთილი დელფინები, მედუზები, რვაფეხები და კიდევ 1000 გვარი სხვადასხვა ზღვის ბინადარი. ამავე დღეს ღმერთმა ცის ასაჟრეამულებლად და გასაფერადებლად შექმნა სხვადასხვა ჯიშის, უამრავი ლამაზი ფრინველი. ასე ახმაურდა ცა და წყალი და მეხუთე დღეც დაღამდა. მეექვსე დღეს ღმერთმა ხმელეთზე შექმნა ცხოველები, მწერები და ქვეწარმავლები. გაჩნდნენ ფაფარაშლილი ლომები, გრძელკისერა ჟირაფები, ერთგული ძაღლები, ფუმფულა ცხვრები, ცელქი ციყვები და კიდევ ძალიან ბევრი და სხვადასხვანაირი ბინადარი. ყველა მათგანი თავისებურად ლამაზი და საინტერესო იყო. ამის შემდეგ ღმერთმა თქვა: უნდა შევქმნა არსება, რომელსაც ექნება სიყვარულით სავსე გული და სინათლით სავსე თვალები. მან მიწის მტვერი ხელში მოიქცია, ფრთხილად შთაბერა მას სული, გაუნაწილა მას ყოველივე, რაც საუკეთესო ჰქონდა: სიბრძნე, სულის სიღრმე, თავისუფლება, სიკეთე, სიყვარული და შექმნა ადამიანი, რომელსაც სახელად ადამი უწოდა. შემდეგ ღმერთმა მეორე ადამიანიც გააჩინა იმისთვის, რომ ადამი მარტო არ ყოფილიყო. ადამმა მას სახელად ევა უწოდა. ადამიანებს ღმერთმა მისცა იმის უნარი, რომ ეფიქრათ, შეექმნათ, ეზრუნათ და გაფრთხილებოდნენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ გარშემო იყო. მეშვიდე დღეს ღმერთმა შეხედა ყოველივეს, რაც შექმნა: ცას, მზეს, ვარსკვლავებს, მთვარეს, ხეებს, ყვავილებს, ცხოველებს, ფრინველებს, წყალქვეშა ბინადრებს,
ადამიანებს. ეს ყველაფერი მას ძალიან მოეწონა და ამის შემდეგ დაისვენა. ეს საოცარი სამყარო ხომ სინათლით, სიმშვიდით, სიცოცხლით, სილამაზით და სიყვარულით არის სავსე, იმ სიყვარულით, რომელიც თავად ღმერთივით უსაზღრო და დაუსაბამოა. შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით ბავშვებო, დროებით.